მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაწყებას გავუძღვები მე, მაია ქესაური. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მის ხმას ფარგლებში DVV International ლისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის დასრულთა განათლების ცენტრი. რუბრიკაში ქართული ტრადიციული გალობა, სტუმრად გვეყოლება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საეკლესიო სიმღერა გალობის წრის ხელმძღვანელი ქალბატონი ლალი კალატოზიშვილი. გამარჯობათ ქალბატონო ლალი, მოგესალმებით. გთხოვთ გაგვეცანით და წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. პირველ რიგში მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ამ გადაცემაში ვღებულობ მონაწილეობას და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მე ვარ ლალი კალატოზიშვილი, ვარ კასპელი, ყავს მეუღლე, 2 შვილი და 3 შვილიშვილი. როგორც ვიცი, თქვენ ხართ მგალობელ რეგენტი. როგორ დაიწყეთ თქვენ მოღვაწეობა ამ კუთხით? დიახ, მეთანხმებით, მე ვარ მგალობელ რეგენტი, უკვე შემიძლია ძალიან ისე თამამად თქვა, რომ ეს არის ჩემი გატაცებაც, საქმიანობაც მრავალი წლის მანძილზე და მინდა ვთქვა, რომ გუნდის ჩამოყალიბებიდანვე, რომელიც ესე იგი ყალიბდებოდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში, იქიდან დავიწყე შესწავლა საგალობლების და მრავალი წლის განმავლობაში ვგალობდი და ვიყავი მგალობელი და შემდეგ უკვე რეგენტი. რეგენტობა ასე რო იტყვიან ესტაფეტა გადმოცა სვეტა ლომსაძემ, იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, გუნდთან მუშაობდა და მისი მადლობელი ვარ, რომ ასე მენდო და შემდეგში უკვე მე გავხდით გუნდის რეგენტი. რეგენტობა იგივე გუნდის ხელმძღვანელობა და არა მარტო, ძალიან ისეთ საპასუხისმგებლო საქმიანობა. დიდი მადლობა. გთხოვთ გვესაუბროთ ქალბატონო ლალი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სიმღერა გალობის წრის მუშაობის შესახებ. დიახ, მე ცოტა შორიდან დავიწყებ. მინდა გითხრათ ის, რომ პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდით. პროფესიით, ანუ კვალიფიკაციით მე ვარ ინჟინერ ელექტრიკოსი. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე კასპის ელექტროაპარატურის ქარხანის საკონსტრუქტორო განყოფილებაში ინჟინერ კონსტრუქტორად. იქ ვიმუშავე დაახლოებით 7-8 წელი და შემდეგ ეს 90-იანი წლები ყველას გახსოვთ, თუ რამდენად ისეთი მძიმე პერიოდი გახდა ჩვენი ქვეყნისთვის და აი ეს აწყობილი რო იყვიან საქმე რაღაცნაირად ესე ნენელა დაიშალა და სამწუხაროდ დავრჩი უმუშევარი. და მრავალი წელი, ასე 20 წელზე მეტი, 25 წელი შეიძლება ითქვას, ვიყავი უმუშევარი. ამ პერიოდში უკვე კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში ყალიბდებოდა ახალი გუნდი. იყო ასეთი ტრადიციული გალობა, მაშინ ესეთი სახელმძღვანელოების სახით არ იყო გამოცემული და იყო ეგრეთ წოდებული სიონური საგალობლები, რომელიც სრულდებოდა. 2003 წლიდან პატრიარქის კურთხევით და აგრეთვე ძალიან მრავალი ესეთი სამგალობლო წრეში მოღვაწე დიდი ადამიანების ძალისხმევით უკვე დაიწყო ქართული ტრადიციული გალობის სახელმძღვანელოების გამოცემა და დღესდღეობით უკვე არაერთი, რამდენადაც მე ვიცი, 9 ტომი არის გამოცემული. და უკვე დავიწყეთ ქართული ტრადიციული გალობის ფუნდამენტური შესწავლა, წირვის საგალობლების, ასევე ლოცვის საგალობლების, სხვადასხვა კიდევ ისეთი რიტუალური, რომელიც სრულდება
თქვათ ქორწინების დროს მიცვალებულთა მსახურებებზე და შემდეგ, მრავალნაირი მსახურების ფორმა შემოვიდა და ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. გორისა და სამთავისის ეპარქია იყო მაშინ და ჩამოგზავნდებოდნენ იქიდან მგალობლები, ვინც უკვე იცოდა, რა თქმა უნდა, ბევრი საგალობელი და შეეძლო ჩვენთვის ესწავლებინა და ასე შეუდგით ტრადიციული სიმღერა გალობის შესწავლას. და შემდეგ უკვე მრავალი წელი, როგორც გითხარით, უმუშევარი ვიყავი, მაგრამ ამ ჩემმა დაგროვებულმა ცოდნამ ამ სფეროში პლუს უკვე ქალბატონის სვეტას შემდეგ რეგენტი მე ვიყავი და ამ სარეგენტო გამოცდილებამ მომცა იმისი, ასე ვთქვათ, ცითამამე, რომ სხვისთვისაც მესწავლებინა. როგორც რეგენტი, რა თქმა უნდა, სამივე ხმას ვფლობდი და ვასწავლიდი მსურველებს, გუნდში მუდმივად განახლება ხდებოდა და მათაც ვასწავლიდი, ვინც მსურველი მოვიდოდა და საკმაოდ სერიოზული გუნდიც ყავდა. და შემდეგ უკვე ამ უმუშევრობის პერიოდში ქალბატონმა ნუნუკა მირჩია, რომ რატომაც არა ლალი ამ ესეთი გამოცდილება გაქვს მუსიკალური შვიდწლედის დამთავრებული ჰქონდა და მქონდა ამის განათლება საკმარისი იმისთვის, რომ ჩემ თავისთვის ესე მომეთხოვა, რომ ერთ-ერთი თანამშრომელიც ყოფილიყავი მოსწავლე ახალგაზრდობის საფრთხის. ეს არის საუკეთესო კოლექტივი, მეგობრული, ძალიან ერთმანეთის მხარში ძალიან უდგავართ და ძალიან გვეწყობა ხელი იმისთვის, რომ მე ჩემი საქმე ესე მაღალ დონეზე გავაკეთო და წარმატებებიც ვქონდა. მისასალმებელი ფაქტია, ქალბატონო ლალი, და გაქვთ თუ არა მიღწევები ამ სფეროში და ღებულობთ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და ფესტივალებში. მოკლედ ამის შესახებ თუ შეიძლება? ძალიან მოკლედ გეტყვით. როგორც გითხარით, უკვე 2017 წლიდან ვარ საეკლესიო სიმღერა გალობის ხელმძღვანელი და ვალდებულნიც ვიყავით, რომ მოსწავლეთა ძალებით გავგვეკეთებინა ესეთი პატარა ანსამბლი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა როგორც დაგეგმილ კონკურსებში საქართველოს მასშტაბით, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებებსა თუ ფესტივალებში. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი, რომელმაც უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული სიმღერის ფესტივალში, ან კონკურსში. წელს უკვე რიგით მერვე კონკურსი ჩატარდა და ჩვენ უკვე 2018 წლიდან შევუერთდით ამ კონკურსს და მონაწილეობა მივიღეთ მესამე, მეოთხე, მეხუთე კონკურსში, მეექვსეში არ მიგვიღია მონაწილეობა, მეშვიდეში და მერვეში და გვაქვს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორც ესეთი დამწყები მომღერლებისთვის, როგორებიც მოდიან მოსწავლეთა სახლში, იცით, ჩვენი წრე არის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ ამ დიდ უდიდეს ჯაჭვში, რასაც ქართული სიმღერა გალობა ქვია და აი ეს წრიული მუშაობა ძალიან საინტერესოა და გავბედეთ და გამოვედით მესამე კონკურსზე. სხვათა შორის პირველ წელს დიპლომანტები გავხდით და შემდგომ უკვე მეოთხე, მეხუთე კონკურსში მეორე მესამე ადგილის სიმღერა გალობის ნომინაციაში და შარშამ ვერცხლის მედლები აიღეს ბავშვებმა გორგასილის სახელობის ტაძრის გუნდთან ერთად შეერთებული ესეთი გუნდი გამოვიყვანეთ და წელს უკვე მერვე ფესტივალში, კონკურსში ავიღეთ მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება დავიმსახურეთ. მონაწილეობას ვღებულობთ მივიღეთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამართულ სიმღერის კონკურსში, რომელსაც ერქვა და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი, აგრეთვე ფესტივალ ქართლურში, ფესტივალ ქართულ საგალობლებში, რომელიც ქართულ საჩხერეში იმართებოდა, ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა და წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა მანონო სოზიაშვილის სახელობის სიმღერის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დავიმსახურეთ და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, იმიტომ რომ ქალბატონი მანანა ჩემი პედაგოგი იყო და ისი ძალიან კმაყოფილი დავჭი, რომ ასე მივიღეთ მონაწილეობა.
ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და მისასალმებელი ფაქტი. შემდეგ ქონიათ თუ არა შეხება როგორც ზრდასრულ ქალბატონს, ქალბატონო ლარიკო, ზრდასრულთა განათლების ცენტრთან. როგორც ვიცი თქვენ სტუდენტით ბრძანდებით ამ პერიოდში და დღესდღეობით და გთხოვთ ამის შესახებ გვიამბოთ. მადლობა. მოხარული ვარ, რომ მართლაც ზრდასრულთა განათლების ცენტრში ერთ-ერთი ბენეფიციარი ვიყავი. ამისი ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონის სალომე მუხგულაშვილის და ჩემი პედაგოგის ქალბატონი ლელა დადაშვილის. გავიარეთ A1 და A2 საფეხური ინგლისურ ენაში და მივიღეთ სერტიფიკატები. სასიამოვნოა. ასევე